მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც გასასესაშინა ხართ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და უცხოეთში ყოფი ქართველი და გიორგობას გილოცავთ, რაც თავარია და დღევანდელ დღეს მე ვერ ვიზამდი ისე რომ არ მყოლოდა ჩემთვის, აი ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიცაც ქვია თან გიორგი და თან რომელი სასულიერო პირიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემ გადაცემებს ძალიან ეხმარება და ჩვენ გვეხმარება ხალხს მისი ადამიანობით, მისი უბრალოებით და თანადგომით, რომელი ადამიანიც უარსაროს არ გვეუბნება და კიდე ძალიან ბევრი აქვს ჩვენთვის გაკეთებული და ყველა მიცის ალბათ ეს ადამიანი, იმით რომ ჩვენ გადაცემაში სულ ყოველთვის რეიტინგი მოაქვს ხოლმე და მამა გიორგი თევდორაშვილი ყავს, თუმცა რომელსაც მიულოცავ და გიორგობა არის, როგორი საინტერესოა თან მამა გიორგი აუცილებლად უნდა ყოლოდა და თან კიდე აი დღევანდელ დღეს ესე რაღაცაერად შევიკრიბეთ მამო დიდი მადლობა მობრძანებისათვის უღრმესი მადლობა დღეს შევეცდებით რომ რაღაცაერად ისე დავათმობთ ეთერი და გასგვეთქვით თქვენ გიორგი წმინდა გიორგის და შენ პირადად ნამდვილად არ ველოდებოდი რომ დღეს მომიწევდი ნამდვილად რაღაცნაირად დღეს სასიხარულო ამბავი გავიგე კიდე ის რომ გაფართოებულ კრებაზე დელეგატი ვარ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის აზრიდან და კიდევ ის მაქსიხარული რომ შენთან ერთად გიორგობას არაფერი მირჩევნია საუბარს ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მამო მართლა ძალიან მიხარია და აი ეს მიხარია რომ ჩვენ ერთად რო ქვია და ფარველი რო არის წმინდა გიორგი აი ძალიან მიხარია და თან წმინდა ნიკოლოზის თო ძალიან გიყვართ და ეს გვაერთიანებს და დიდი მადლობა ამისათვის თქვენ და იმ ადამიანებს ვინ თქვენ პატივს გცემენ მამო თქვენ აი უამრავ იმ მრევლს ვისაც უყვარხარ და მე აი რეგიონში იქნება თუ სადაც არ უნდა ჩავიდე სულ ყველგან მეუნებიან ხოლმე რომ აი მამა გიორგისთან არის აი ესეთერი მოგვენატრა გვინდა რაღაცა და ამიტომ დღეს გიორგობას მეთქი რაღაცაერთ ამ ადამიანების სიხარული მინდოდა და აი ესე თქვენი მოწვევით გავახარეთ და თუ შეიძლება რას გვეტყვით, რაზე გაამახვილებთ ყურადღებას დღეს მე მგონი გიორგი ხმას რომ არ ამოვიღოთ მთელი საქართველო ჰაერიც კი გაჟღენთილია ლოცვით და ყველა მორწმუნე, ნაკლებად მორწმუნე, მცირედ მორწმუნე და არა მარტო ქრისტიანები, მუსლიმანებიც კი უზომოდ დიდ პატივს მიაგებენ დიდ მოწამე გიორგის. ვახუშტი ბაგრატიონი ბრძანებს დიდი მეფე ისტორიკოსი, გეოგრაფი, რომ საქართველოში პატარა ბორცვიც კი არ მოიძებნება, სადაც არ იყოს წმინდა გიორგის ტაძარი ან პატარა ნიში მაინც. ხო ქართველი კაცი ასეთი გარდამოცემა არსებობს, რომ 365 ჯერ მიაგებდა წმინდა გიორგის პატივს. და ყველა სოფელში არის წმინდა გიორგის საყდარი, სალოცავი ეკლესია თუ ტაძარი. და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ქართველები დღემდე ერთგული ვართ, როგორც მართლმადიდებლობის, ასევე რა თქმა უნდა დიდმოწამე წმინდა გიორგის. დიდი მოწამე ბევრი იყო გიორგი და მემოწმება მათივცემული მაყურებელი, მაგრამ წმინდა გიორგი რატომღაც ქართველებმა გამოვარჩიეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ის რომ იყო წმინდა ნინოს ბიძაშვილი, უახლოესი ნათესავი იყო და წმინდა გიორგი ნებისმიერი ქართველის და არა მარტო ქართველის თვალში არის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. აი მოკლედ რომ ავწეროთ დღევანდელი დღის შინაარსი, მე ასე დავესესხებოდი შოთა რუსთაველს, ბოროტსა ზლია კეთილმან არსება მისი გძელია. დღეს გიორგი როცა ხედავ რომ რაღაც ბევრი დამწუხრებული ადამიანია, ბევრი რაღაც იმედგაცრუებულია, ბევრი შეჭირვებულია და მოწყენილია, ხო? აი რითი უნდა გაამხნევო თუ არა უთხრა რომ გილოცავ გიორგობას. მოითმინე, ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდი, დაწყნარდი, დალაგდება უფრო უარესი ყოფა-ცხოვრება ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ წმინდა გიორგის ამხსარებლობით, ქრისტეს იმედით, რწმენით და სიყვარულით ქვეყანა ყოველთვის გამოდიოდა განსაცდელებიდან, გამოდიოდა გაჭირვებიდან, გამოდიოდა ბოროტის შემოტევიდან, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი საჭიროებს დღეს წმინდა გიორგის მეოხებას და განსაკუთრებით დაგასწრებდა ჩვენი მსჯავრდებულები და პატიმრები, ხო? ტყვეთა განმანთავისუფლებელია. თათ ტყვეებიც არ არიან, მაგრამ შეგვიძლია თამამად მსჯავრდებულებს და პატიმრებს მივლოცოთ გიორგის, წმინდა გიორგის ხსენება. როცა მასთან
დეოკლეტიანე ჩადის, სადღაცას არ უნდა დეოკლეტიანეს, რომ წმინდა გიორგი ბოლომდე გაწიროს. ფაქტიურად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტახტის მოსაყდრე იყო წმინდა გიორგი, რომ დეოკლეტიანე ფიქრობდა, რომ წმინდა გიორგი იქნებოდა შემდეგი იმპერატორი. ეს არ არის პატარა თანამდებობა, ჩათვალეთ, რომ სოფლიო ბატონი ხარ, სოფლიო იმპერატორი ხარ ფაქტიურად და მოუწოდებს, რომ გიორგიო, რაღაც ესეთი მამაშვილური მოწოდებით ეძახის და იცით რას პასუხობს წმინდა გიორგი? მე ჯერ ქრისტიანი ვარ და მერე ვარო გიორგი. ანუ არ მიიღო მისი შემოთავაზება, ხან დატკბა, ხან დათბა დეოკლეტიანე, უბრალოდ უთხრა, რომ დააყარეო რა კერპთან საკმეველი და შეგიწყალებო. ხო, აი ხანდახან იციან ხოლმე თანამედროვე ქრისტიანები, აი მერე რა მოხდა? აი მერე რა მოხდა იმასთან რომ მეგობრობ, აი მერე რა მოხდა ამას თუ გააკეთებ. არა ჩემო კარგებო. თუ ჩვენ პირველ ადგილზე არ დავაყენებთ ღმერთს, ერთარსებას, სამპიროვან ღმერთს, ზედა ეკლესიას და ვიტყვით და გავწევთ გვერდზე, ხო, განსაკუთრებით სასულიერო პირები და ვიტყვით, რა იცი მერე რა მოხდა, არა უშავს, არა, ასე არ შეიძლება. წმინდა გიორგი იმიტომ გვიყვარს, რომ ის იყო ახოვანი მორკინალი ბოროტებასთან და მისმა სახელის ხსენებამ აგერ 21 საუკუნეს 21 საუკუნეს მოაღწია. ის არის ინგლისის ფარველი მოგეხსენება თითქმის ევროპაში ყველას უყვარს წმინდა გიორგი და არა მარტო ევროპაში. და ამიტომ ქართველები მაპატიეთ ერთი ძალიან ცნობილი მოძღვარი გამოვიდა მას წინა და თქვა რომ აი გიორგობასო როგორ შეიძლება რომ დათვრეთო. გიორგობას კი არა დათრობა საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ თუ გვიყვარს გარკვეული წმინდანი, მაგრამ დავილოცებით ეს სულაც არ გახლავთ რამე შეურაცხყოფა ჩვენი რელიგიის ზომიერება არის მართლმადიდებლობა. ეხლა რახან გიორგობაა და არ დაილოცო, ეს გაუხარდება წმინდა გიორგის, მეგონი არ გაუხარდება, ხო? ჩვენთვის უფრა არის ღვთისმსახურება, ეს არის აკადემია, ეს არის წირვის გაგრძელება, მაგრამ თუ ზომიერებიდან გადავალ, ხან მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი მაგიდასთან არის, უფრასთან არის და სვავენ და ილოცებიან. ეხლა იმათ უთხრა შენ რომ წმინდა გიორგის არ უყვარ ხარ შენ, რადგანაც ქეიფობ ეხლა, ხო? ძალიან შორს ვიქნებით ჭეშმარიტი ამხსარებლობიდან, მაგრამ არც ის არის ლამაზი რომ მე ამ დიდი ბუმბერაზე წმინდანის ხსენებაზე ისე დავთვრე და ისე მოვიქცე, რომ ნამდვილად ვეღარ შევხედო მის გამოსახულებას და შემცხვეს და მითხრას მეუღლემ ან სხვებმა, რომ რა არის დღეს გიორგობა თუ კალიგულობა, ხო? რა უბედურებაა ეს, ხო? რომ შენ თუ იმ წმინდანის პატივისმცემელი ხარ და მისი მოსახელე ხარ, ხო? უნდა მიბაძო. რატო ვართ ქრისტიანები? ქრისტეს მიმდევრები ვართ, ხო? ჩვენ ევროპაში ახლაც გეორგიანელებს გვიწოდებენ, ხო? მიწის მუშაკი. ხო და თუ ჩვენ მიწა მივატოვეთ და მიწას აღარ პატრონობთ, არ ხნავთ, არ თესავთ, რანაირი გეორგიანელები ვართ, ხო? თუ მიწა გავასხვისეთ, გავყიდეთ და ჩვენი мама პაპეული დატოვილი, რომელიც სისხლით, ჯვრით და ხმლით ჩვენმა წინაპარმა აქამდე შემოგვინახა და ჩვენ ეს მივაგდეთ და კაპიკებში უცხოტომელებს მივყიდეთ. მე მგონი წმინდა გიორგის ეს არ გაეხარდება, არ მოეწონება, ხო? ყველა დიდი ომი, რომელსაც საქართველოს აწარმოებდა თურქ სელჯუკებთან, არაბებთან თუ ერთმორწმუნეებთან, ყოველთვის წმინდა გიორგის წინამძღოლობით აღესრულებოდა. და თუ ჩვენ გვინდა რომ წმინდა გიორგი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი წინამძღოლი და ჩვენი დამცველი, ჩვენ იმ ფასეულებების ერთგული უნდა ვიყოთ, რასაც გულისხმობს გიორგობა, გიორგი, ეროვნულობა, პატრიოტიზმი, ხელისუფლება, ეკლესია, პატრიარქი, ეს ყველაფერი ერთად არის ყველაზე დიდი ფასეულობა ჩემო გიორგი. ეხლა უყურეთ, აი, რატომ არის რომ ცივილიზაცია ძალიან განვითარდა, წინ წავიდა ცივილიზაცია და კულტურა ჩამორჩა. როდესაც კულტურა მოიკოჭლებს, ცივილიზაცია წინ მიდის და შედეგი რა არის? თანამედროვე ქართველი დღეს ჩვეულებრივ გავს ევროპელს, ან არაბს, ან თურქს, ხო? აი მე-17, მე-18, მე-16 საუკუნის ქართველი სულ სხვანაირი იყო, სულ სხვანაირი კულტურა იყო სუფრაზე, სულ სხვანაირი საგალობლები იყო, სხვანაირი ქადაგება იყო და დღეს
ძალიან ბევრი დადის საყურით, ხო, ძალიან ბევრი ვულგარულად ჩაცმული მანდილოსანი დადის და ეს ნიშნავს, რომ ცივილიზაცია წინ წავიდა და კულტურა შეჩერდა. შეხედეთ ებრაელებს, როგორი კულტურულები არიან რელიგიაში. იაპონელებს შეხედეთ, როგორი როგორ უყვართ თავიანთი ტრადიციები და როგორი პატრიოტები არიან და ჩვენ რა დაგვემართა? ჩვენ რატო შევყურებთ ერთმორწმუნეს, ან ევროპას, ან ამერიკას, როცა შენი გაქვს, შენი წმინდა გიორგი გყავს, შენი წმინდა ნინო გყავს, შენი ტერიტორია გაქვს, სახელმწიფო ხარ, ხელისუფლება გყავს, პატრიარქი გყავს, პატრიარქის არჩევა შეგიძლიათ. ეს ბედნიერება ჩვენ ადრე არ ქონდა, რომ პატრიარქი დემოკრატიულად მართლა სულიწმიდის მადლით აგერჩია, ხო? ხო და ეს ყველაფერი არის ქართული კულტურა და ეს ქართული კულტურა თუ დაბლა დაიწევს, შეიძლება ცივილიზაციაში წინ წავიწიოთ, მაგრამ ეს კარგს არაფერს არ მეხლა არ ეთქოს მაყურებელმა, რომ ცივილიზაციის წინა უნდა გივარ არა, მაგრამ კულტურა რო დაბლა იწევს და ცივილიზაცია წინ მიდის, ეს უკვე გადაგვარების სერიოზული ნიშანია. ეს შეიძლება უარყოფითი პიროვნებაა, ნატრის ხეს დავესესხები, თენგიზ აბულაძეს და გიორგი ლეონიძეს. გახსოვთ ციციკორე რას ამბობს? მატარებელი რო შემოვაო, ჩვენი ქალებიო, თავისუფლად ივლიანო? რა თქმა უნდა, მატარებელში ცუდი არაფერი არ არის და არც ავტობუსში და არც მობილურ ტელეფონში, არც ინტერნეტში. ინტერნეტი თავისთავად არც კარგია და არც ცუდია. როგორ გამოიყენებ შენ ამ ყველაფერს, მაგრამ თუ შენი კულტურა ძალიან დაბალია, უკვე ცივილიზაცია ხდება დამღუპელი და საშიში. იმიტომ რომ შენი კულტურა არა გაქვს, თურაშაულის პატრონი ხარ და დღეში პანტას დაეძებ და უკვე ვინც მოვიდა გაუმარჯოს იძახი და ყველაფერზე იძახი, ვა, რა მაგარია და ამ დროს შენი გაქვს, შენი ენა გაქვს, შენი დამწერლობა გაქვს, თანაც სამი, ხო, შენი წინაპრები გყავს და ძალიან მაღალი დონის აღმსარებლობა გაქვს და სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს გვიკვირს, რატომ იმზირებიან ან იქით, ან აქეთ და რატომ არის ჩვენთვის ვიღაცა ისეთი დაბანი კულტურის, მაგრამ ცივილიზებული ადამიანი, ხო? რატო იცით, რომ ჩვენში კოდება ნენელა ქრისტიანული და ქალთური, რა არის კულტურა? კულტიდან მოდის, ხო? რაც ჩემ გულში არის, რაც მე ჩემ გულში ვეთაყვანები, ის არის ჩემი კულტი. ჩემ გულში ვეთაყვანები ჩემს იესო ქრისტეს, ხო? უპირატესი რაც. ხო და აი რატო იყო წმინდა გიორგი ძლიერი, რომ წმინდა გიორგის გულში ცხოვრობდა ქრისტე და რა კერპს დაუყრიდა საქმე ვერს ეხლა ის და რა, ხო? არავინ აი უნდილაძე, რომელიც სპარსეთის კარზე დიდი მხედართმთავარი იყო, ქეთევან დედოფალს ეუბნებო, ჩუმად მიიღეო, ისლამიო და იყავიო რა ქრისტიანიო, რას ლაპარაკობ? მთელი საქართველო გამუსლიმანდებოდა. ეს არაუშავრა, ეს რა უყოდა, მერე რა მოხდა და ბიზნესი ისარგებლებს და ინვესტიცია. ცოტა მაპატიეთ, ცივილიზაცია შეიძლება წაადგეს, მაგრამ ქართულ კულტურას ძალიან დააზიანებს ასეთი მიშტერება უცხო კულტურაზე, იმიტომ რომ ვენა ჩალით იყო გადაფარებული თბილისს რო კრამიტი ეხურა, ხო? ჩვენ რო სახარება ქონდა, რუსეთი მაშინ ველურები იყვნენ და მე-19 საუკუნეში ცეცხლი და מחვილით ვლადიმერმა გააქრისტიანა რუსები. კარგად უნდა ვიცოდეთ, ხო? და დღეს ევროპაში რამოდენიმე ქვეყანა გადარჩა მართლმადიდებლური და იმათაც რაღაცა ისეთი ძალიან სამარცხვინო კანონებზე მოაწერინებს ხელი და საქართველოს მადლობა ღმერთს დგას როგორც ფოსპორტი მართლმადიდებლობის. შეიძლება ვიღაცამ დამცინოს ეხლა ამაზე, მაგრამ აი მაგაში არ დაგხსნით, მაგრამ ჩაგეკითხებით ერთ რაღაცას, მამა, ამის შენარჩუნება და ამით სიამაყე და ამით მერე იცით რატო, აი რატო გეკითხებით, იცით ამას, მამა, აი ნახეთ, ჩვენ ძალიან ვამაყობდით კოვიდის დროს, რომ არ დაიხურა ეკლესიები. მაგრამ შემდგომ შეიძლება უცბად, აი მაგალითად უცბად აი ესეთ ქვეყანაში, სადაც ეკლესიები დაიხურა, ისეთმა ქვეყანამ ისეთი რაღაც არ გააკეთოს, მერე შემდგომ რასაც ჩვენ ხალხი ერთმანეთს უკეთებთ. ისეთი ზიზღი, აი, ანუ ის ეკლესიები რო არ დაიხურა, ამან ჩვენ ხო უფრო მაგარი ქრისტიანები უნდა გაგვხადოს და ჩვენ ვამაყობთ მარტო იმით, რომ ეკლესიები არ დაიხურა, ისიც პატრიარქმა გააკეთა ეს და საქციელით
გავართ ძალიან ცუდ ადამიანებს, იმიტომ რომ ამდენი ზიზღი მამაო ერთმანეთის. ის ეკლესიები რატო იყო ღია, რომ იმ ზიარები და იმით გამოკეთებულიყავით და ჩვენ უარესები რო არ უნდა გამხდარიყავით. მიხვდი და ძალიან ბევრი რაღაც დავაშავეთ მე. აი მარტო იმით ის სიამაყე რომ აიმე დედა აი ჩვენ ძალიან მაგარი მართლმადიდებლური ქვეყანა გვაქვს. ანუ ჩვენში ხომ უნდა აისახოს, მამაო, მე თქვენ უნდა მიყვარდეთ, თქვენ იმას უნდა უყვარდეთ და ამდენი ზიზღი, მამაო, როგორ შეიძლება? აი ჯერ ელემენტარული ტელევიზორს გადართა ყველა ერთმანეთს ლანძღავს, იმაშვება, ამაშვება. ყველა ერთმანეთის წარმოიდგინე ამ ხელამპარტავნები არის, ყველას იდეა გონია რომ მართალია და გამოდიან და უპირისპირდებიან, მამაო. აი ეს შემთხვევაში, აი ეს როგორ უნდა მივიღოთ, აი მიმღებლობა ცოტა გვიჭირს, მამაო, აი ღვთისმშობლის წილხედრობა, მაგრამ საერთოდ არ ვიქცევით ისე, როგორც ღვთისმშობელს გაიხარდება. თუ შეიძლება მე ყველაზე არ მაქვს, რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისი არის, მაგრამ ძალიან სწორი ჩართვა, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რამ აღნიშნე გიორგი, აი აქ უნდა განვასხვაო ჩვენ ეკლესია და ტაძარი. ტაძარი არის საკულტო ნაგებობა, რომელიც შეიძლება სულ ღია იყოს, გამშვენებული იყოს და ანტიქრისტე რომ მოვა, ძალიან ბევრი მართლმადიდებლური ტაძარი ოქროს გუმბათით იქნება აღჭურვილი, მაგრამ ქრისტიანული სული არ იქნება იმ ტაძარში. კი ბატონო, იყო ასეთი სამინისტროც იყო, ძეგლთა დაცვა ერქვა და იმდენი თანხები ჰქონდათ, რომ ბევრი ტაძრები აღადგინეს, მაგრამ იმ ტაძარზე კი არ ეწერა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. საკულტო ნაგებობა ამადა ამ საუკუნეში ისტორიული ძეგლი. და აი ჩვენ ღუდლებმა და მრევლმა ისტორიული ძეგლები ეკლესიებად უნდა გადავაქციოთ, გიორგი. აი აუცილებლად მინდა მოყვე ეს ამბავი რუსეთში ზაგორსკის დიდი მოგეხსენებათ ცენტრია, მონასტრული ცენტრია, სერგი რადონეჟელის სახელობის და იქ არის მოზარდების ციხე, პატარა ციხე, რამოდენიმე ბავშვი მოღვაწეობს იქ და ერთი მოძღვარი, რომელიც ჩვენთან როგორც ჩვენი პატიოსანი მამები აქავე მადლობა მინდა მოვახსენებ ჩვენ ძვირფას მამებს, ვინც საპრობილეში დადიან, მეუფე მიქაელის კურთხევით. შევიდა და რაღაც საინტერესო საკითხებზე ესაუბრება მოზარდებს. და ერთმა დაიწყო ტირილი, ერთმა ბიჭმა. და მე გავაგზელეო ამასთან საუბარი და მითხრაო, რომ დედა ჩემიო, ამ ლავრის მრევლიაო. აი ამ ზაგორსკის მრევლიაო და გაუკვირდა მამაოს, დედა მრევლი ყავს, როგორ აღმოჩნდი ხო საპრობილეში. მაგრამ სახში რომ მოდისო, თამბაქოს ეწევაო. უშვერ სიმღერებს მღერისო და ტელევიზორშიცო უხამს სანახაობებს უყურებსო. დედამ, ვითომ მორწმუნე დედამ დააბრკოლა შვილი და საპრობილეში აღმოჩნდა. ხო, აი ძალიან ბევრ ადამიანს გონია გიორგი რომ ეკლესიაში დავდივარ, ჯერ არასწორია. ტაძარში დადიხარ, რატო? რომ ეკლესიური განათლება მიიღო და ეკლესიურად იცხოვრო. თუ შენ ტაძარში დადიხარ და სულიერად არ იზრდები, თუ სინდისის მიერ აღსარებას არ ამბობ და თუ შენ მოძღვარს არ ემორჩილები და იქ მიდიხარ საჭორაოდ მარტო, რომ განიკითხო, აუგითქვა ღუდლებზე და ეპისკოპოსებზე და პოლიტიკური განცხადებები გააკეთო, შენ უფრო მეტად ცუდი ხარ, ვიდრე ის NGO-ს წარმომადგენლები, ვინც გარედან ებრძვიან ეკლესიას და სამწუხაროდ მათ ყავთ თანამოაზრეები, უნებურად ნეფსით თუ უნებლიეთ, ვინც ეკლესიაში უკვე წლებია დადიან გიორგი და ელემენტარული კულტურა არ აქვთ. ელემენტარული სიმდაბლე არ აქვთ, არიციან მოდელს როგორ უნდა გაესაუბრონ, მაგრამ გეტყვიან, რომ 25 წელია ეკლესიაში დადიან. აი პატრიარქი რო აკურთხესო, მე იქ ვიდექიო, ხო, მაგრამ მე უნდა შენგან ვისწავლო. აი ამიტომაც ეგ თქვენი შენიშვნა გიორგი, ეხლაც შეიძლება ტაძრები ბევრი შენდება, მაგრამ მრევლი რაოდენობა კი არა. ხარისხი იკლებს. მე გამიჭირდება გიორგი დავასახელო, რომ ქუჩაში თუ შევხვედრი ვარ მორწმუნე ადამიანს თავისი კულტურით, თავისი მიხრა-მოხრით, რომ გამოირჩეოდეს თავაზიანობით და თავდაბლობით. მაგრამ სკვნილები 4-5 არ გეწყინოს. მე არ მქონია, მე ხო შევხვედრი ხარ ქუჩაში, რატო არ? 4-5 სკვნილი წვერები და ყველგან პიჯვრის რამე საფთიაკის წირო გადაიწერონ პიჯვარი, ხო? მაგრამ ადგილს არ დაუთმობენ ადამიანს. ძალიან ესეთი ჩაცმულობითაც მაინც და მაინც არ გამოირჩევიან, ხო? ძალიან ესეთი კაი კითხვა მომაწოდეთ. ცოტა ქედმაღლურად იყურებიან, მაგრამ გეტყვის რომ წლებია დადის. თან ძალიან ცნობილ მოძღვრებს დაგისახელებს, იქ დავდიოდი, მეუფესთანაც ახლოსავარ,
მაგრამ არაფერი არ ეთყობა იმას ეკლესიური ცხოვრების, ხო? ასე რომ მარტო აზრები რო იხსნება, არ არის საკმარისი შემოკარგება, ხო? ტაძარში ეკლესიური სული, ერთობის სული და თავდაბლობის და სიყვარულის სული უნდა ტრიალებდეს. მაგრამ სამწუხაროდ არც ჩვენში არ არის გიორგი მამებში, ხო? ზოგი მამა იმამაოს განეკითხავს, ზოგი ის მამაო ამამაოს განეკითხავს, ცოტა ზევით აღარ წავალ ახლა და ეს ჩვენ უნდა დავანახოთ ერს, რომ ჩვენ გამოჩეულები ვართ სხვებისგან არა ჯვრებით, წვერებით და შესამოსელით, არამედ სიყვარულით, თავდაბლობით და ხალხზე ზრუნვით. აი ამით უნდა გამოგვარჩიონ და არა რომ კარგი ჯიპით დადიხარ და რაღაც ესეთი სიმპათიური მამაო ხარ და არა რა თბილია რა მოსიყვარულია ღდელი ხო ნაღვერდალიდან მოდის ნაღვერდალი რა არის ხო სითბოს გამოსცემს შუქს გამოსცემს და რომ ეხვალ გათბები განათდები და ესეთი რამე და ეს ნაკლებად იგზნობა როგორც სასულიერო მე ჩემ თავზე ვსაუბრობ როგორც სასულიერო პირებში ისე მრევლში გიორგი და მარტო აზრის გახსნა ჩვენ არაფერში მე თქვენი საქციელები ძალიან მომწონს ხოლმე და თქვენზე მე მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთს კითხავთ თუ შეიძლება და ძალიან საინტერესო საზომი მინდა ეხა გამოვყო თქვენ როგორ ზოგოთ. ანუ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ ესე რომ მრევლს თქვენ ვერ შეხვდებით ქუჩაში, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მრევლი ვინც არის, ის არ შეიმჩნევს, რომ მაგარი მორწმუნეა და ასე შემდეგ და შეიძლება ვერ შეამჩნიო და შენ თვალწინ არ დაიწყებს ლოცვებს და რაღაცა ხელის აპყრობებს და ესეც შეიძლება რომ მოგესალმო. მისავით ეხა ბევრი შეიძლება ფარისეველი მოგესალმოს, მაგრამ მე თვალებით მიგძნია, რომ მიცნო, მოგესალმო და გაიარა. აი მამაო, თუ შეიძლება რომ როგორი არის თქვენის ხედვით აი ქუჩაში რომ შეგხვდება და აი ბევრი მაგალითად მრევლი არ არის, მაგრამ მithქვავს, აუ ღმერთო ნეტა ეს ეკლესიას როგორ აკლია ესეთი ადამიანი, აი კაისულის ადამიანი არის და მეთქი აუ ნეტა ეს ეკლესიური იყოს, როგორ გაგვამდიდრებდა. აი თქვენი საზრით, მამო, როგორი უნდა იყოს საზომი და აი როგორ უნდა იაროს მრევლმა, რომ ზედმეტიც არ მოუვიდეს, მამაო და თან კიდე თავის ნორმა დაიცვას, აი ზოგი ცოდვაში ვარდება თავის საჭიროებად. ადრე გიორგი ქრისტიანებს უწოდებდნენ მნათობებს. მნათობი. იყო ხოლმე პერიოდი, რომ ჭირი იყო გავრცელებული და ოჯახის წევრები მიცვალებულს ქუჩაში ტოვებდნენ, აღარ ეხებოდნენ, რომ არ გადასდებოდათ ჭირი და ქრისტიანები მიდიოდნენ და მარხავდნენ. აი თუ დაინტერესდებით, ხო, მართალია კათოლიკურია, მაგრამ ძალიან კარგი ფილმია იუდა ბენგური, ჯუდა ბენგურ. კეთროვნებზეა გიორგი, დედაშვილი კეთროვანი, როგორ განიკურნებიან ქრისტეს ლოცვით. აი ძალიან საინტერესო ფილმია და მაშინდელი ქრისტიანების სულიერი მდგომარეობა. ქრისტიანი გიორგი, თქვენ ხართ ნათელი სოფლისა. პირდაპირ ამბობს იესო ქრისტე, ხო? ბნელი კი არა ხართ, თქვენ ხართ ნათელი სოფლისა, თქვენ ხართ მარილი სოფლისა. ხო და ადამიანს გიორგი უნდა ეთყობოდეს, რომ მარილია სოფლისა. მარილის ვისება რა არის? რომ ხრწნადობისგან დაიცვას ესა თუ ის ასე თქვათ ნივთი ხო ან ხო და თუ ხარ ქრისტიანი, შენთვის ჩვეულებრივი არ უნდა იყოს და გულგრილად არ უნდა უყურებდე ქუჩაში რა ხდება. გულგრილად არ უნდა უყურებდე იმას, რაც ქვეყანაში ხდება. გულგრილად ვერ უნდა უყურებდე რა ხდება საპატრიარქოს არჩევნებზე და უნდა გულით ტკიოდეს, როცა რაღაცა ესეთი ვიღაცა მოწოდების სიმაღლეზე რომ არ აღმოჩნდება და ეს ეკლესია ზიანდება ამით. ხო, ჩვენი არჩევანი უნდა გამოვხატოთ, თორსა იქნება ხო და ახლა ამაზე ახლა ხო იცით რომ პოლიტიკურ ტელევიზიებს ოპოზიცია საერთოდ არ აინტერესებთ პატრიარქი ვინ იქნება, უღონდ კი შუღლი დათესონ, უღონდ კი შფოთი შემოიტანონ და აი ამას ჩვენ ნუ არ უნდა აუბათ მხარი. თუ შენ ხარ სასულიერო პირი, განსაკუთრებით მაღალი რანგის, უნდა გეტყობოდეს რომ მარილი ხარ სოფლისა, უნდა გეტყობოდეს რომ ნათელი ხარ სოფლისა, უნდა წაკითხული კონდეს სახარება და ასრულებდე მას ხო და ვიღაცა ინტრიგანი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების წისქვილზე არ უნდა დაასხა წყალი. ხო აი შენ იცი ჩემი აზრი და მე ვიცი შენი აზრი, მაგრამ აქ ჩვენ არავის უფლებებს არ შევბღალავთ და არ ვიტყვით რომ მე ეს არჩევანი მაქვს. შენ რა საჭიროა ამას ჩვენ ვილოცოთ რომ ისეთი პატრიარქი იყოს, როგორც პატრიარქს გაუხარდებოდა, ხო? რომელიც ყველაზე ასე თქვათ, კარგად გააგრძელებს
პატრიარქის გზას, ხო? რა თქმა უნდა, რა საჭიროა, ვინ იქნება, მე რა ვიცი, სული წმინდა უნდა გამოარჩიოს, ხო და მე ვალდებული ვარ დავემორჩილო. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ისეთი პატრიარქი არ იყოს, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ, მამაო, თორე ტრისას. ხო, არა, მოხდავიფაროს. აი, კარგად გამახსენდა გიორგი რა. ქართველებსო, მამა გაბრიელი ამბობდა, ქართველებს იცით რა უნდათ, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს დავით აღმაშენებელიო. და პატრიარქი იყოს წმინდა ნიკოლოზიო და თვითონ ხელის გატოკება არ უნდათო. ნახე რა მაგა ჯერ როდესაც თქვა აი რა ბრძენი იყო მამა გაბრიელი რომ ესე იგი ჩვენ რა გვინდა გიორგი იცი ეხაც აი რატო რომ აი პატრიარქი წმინდანად შევრაცხოთ მალე რომ აქეთ ვევედრო და მან ილოცოს ჩვენს გამო და ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ. ეხაც ესეთი პატრიარქი გვინდა რომ ჩვენ არაფერი გავაკეთოთ და მის მხრებზე იყოს ყველაფერი და ამ დროს პატრიარქის ტახტი ყველა ჩვენი ტაძრის, ასე ვთქვათ, საყრდენი არის, ყველა ჩვენი ტაძარი არის პატრიარქის ტახტი. ტახტისთვის, ხო, საყრდენი. და ის კი არა, კაცო, რომ ჩვენ მე ვფიქრობ ეხლა, რომ მე რითი შევეწევი ჩემ გარდაცვალებულ პატრიარქს და რითი ვერდგულებ ახალ პატრიარქს. ის კი არა, რომ აი ესე და ისე და რას გავს ეხლა ეს, ხო? არ არის ლამაზი. აი ძალიან კარგი ნათქვამია, რომ რაც პეტრემ პავლეზე ილაპარაკავ, პეტრეზე მეტი გავიგე, ვიდრე პავლეზეო და მე ვთხოვ ყველას, თუ ჩემი სიტყვა მათთვის რამეს წარმოადგენ, თავ შეკავებულები ვიყოთ და ჩვენი სურვილი თუ ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ გაფართოებული კრება რო იქნება და ნუ მივცემთ საჯიჯგნად ეკლესიას ოპოზიციას რა, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ ქუდი რო შეუგდო ეკლესიაში არ შედიან და არც ის პატრიარქი არ უყვარდათ გიორგი და არც ახალი არჩეული პატრიარქი არ ეყარებათ, იმიტომ რომ მათი პატრიარქი შენიცი კარგად ვინც არის და მათი მზე საიდან ამოდის, ხო? ამიტომ ჩვენ აი წაგან სულიერი კულტურა ვახსენე გიორგი, ქართველები კულტურული ხალხი ვართ, უпростоრეთ ვიყავით და ეს კულტურა როგორც ნაღვერდალი გავაღვივოთ სახარებით ლოცვით, მარხვით, ერთგულებით, პატიოსნებით. ეხლა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის წინამძღვარი რომ ქვია, შეიძლება რომ მე არ ვიყო ერთგული ახლად არჩეული პატრიარქის და არ მინდოდეს მე ღირსეული პატრიარქი და არ ფიქრობდე მაგაზე, მაგრამ ამას ხამაღლა როგორ ვილაპარაკე გიორგი, შეიძლება შენ სხვა აზრი გქონდეს. შეიძლება შენ სხვა აზრი გქონდეს გიორგი, მაგრამ ამაზე ეხლა გამოვიდე მე და იქ დავждე სადღაცას და რაღაცა ვიბჟუტო რომ ჯერეგეთი ვერაფერს ვერ შევცვლი, ხო? და ამით პირიქით უფრო წარმოუჩინდები როგორც დაბალი დონის სასულიერო პირი. ჩემი მოვალეობა რაც არის, ოჯახს მივხედო, მრევლს მივხედო, ვილოცო, სიმშვიდე იყოს, ერთობა იყოს გიორგი და ღვთის სიტყვა ვიქადაგოთ, როგორც პავლე ტიმოთეს ურჩევს, რომ დროულად და უდროოდ, ჟამიერად და უჟრომოდ. აგერც შენ გადაცემაში გიორგი გუშინ რომ დამირეკე, ხო, რომ გეგონა რომ არ მოვიდოდი. აი ეგ არის ზუსტად რომ მე ყველაფერს აი მაპატი და სუფრიდან ავდგები და წამოვალ შენთან. შენ ნახვა სხვაგანაც შემიძლია გიორგი, მაგრამ როცა ვიცი რომ შენ დიდი აუდიტორია გაქვს გიორგი. ძალიან ბევრი ადამიანი გისმენს და გიყურებს და აი ამ შემთხვევაში არ მოსვლა არის ღალატი. თან გიორგობას მამაოთან როცა გიორგი. ხო და ასეთი რამე არ ყოფილა, მე გიორგობა შენთან არ ყოფილი ვარ. იმიტომ რომ რაღაცა დაპატიჟებული ან თამადა ვარ, ან რაღაც არის, ხო, ესეთი და ეხლა ვიტყვიან ძალიან გამიხარდა, მე და მეუღლე ვიყავით ისე რომ დარეკე და უარი არ უთხრა, აუცილებლად წადივ. ხო და შენ მართლა გიორგი, იმიტომ კი არ გვიყვარხარ რომ გიორგი დარასელია ხარ. გიორგი დარასელიას რო უყვარს ეკლესია, ჩვენი სულნათი პატრიარქი რო უყვარდა და ქრისტე რო გიყვარს. საკმარისია შენ გიორგი ეხლა ქრისტეს განუდგე, მე გამარჯვებას აღარ გეტყვი შენ. შეიძლება მითხრა, მაგრამ არ გეყვარები. არა, ნუ თავს დაგეკრევ და ვილოცებ შენზე, მაგრამ შენის გიორგი ხო აღარ იქნები არა. ჩვენ ერთმანეთში გვიყვარს ქრისტეს ერთგულება და არა ის რომ ჩვენ დიდი ხანია მეგობრები ვართ, მაგრამ ვინ დაგვამეგობრა გიორგი ჩვენ? ჩვენმა პატრიარქმა, ხო? ხო შეიძლება ეთქო პატრიარქს, მაგრამ გიორგი აღარ მიხვიდე მაგ გადაცემაში რა, არ მინდა რომ მიხვიდე და დამთავრდა, ხო? კი. ან ეთქვა რომ გიორგი არ წაიყვანა. ხო, დამთავრდა, არ წაიყვანა. შეეწინააღმდეგებოდი? რას იზრავდი? წახვიდოდი ეგრეთ წოდებულ სხვა ტელევიზია, არ წახვიდოდი შენ. არა, მოსყვა. შენ ვიცი არ წახვიდოდი, არ გაბრაზდებოდი და ეგეც კარგად ვიცი რომ მაგა შენ პატრიარქი არ გეტყოდა. იმიტომ რომ მისი დამსახურება მამა აკრუზი ვარ მე თუ. ნამდვილად ყველას გასაგონად თქვა რომ ბევრი კარგი ჟურნალისტი ყავს ერთგული ეკლესიის, მაგრამ აი ნომერ პირველი ხარ შენ, აი ნამდვილად ვიცი ერთგული დედა ეკლესიის ჟურნალისტებში განსაკუთრებით. კი გავიზარდე მამაო და სხვა უფლება არ მაქვს, იმიტომ თქვენ ისეთი წრემ ყავხართ გარშემო, მართლა დედას გეფცები, აი ჩემთვის ხართ თქვენ რა ვიცით. სულ მაგას ფიქრობ ხოლმე რომ მივდივარ
ხო იცით ხანდახან იცით ხოლმე რა სასულიერო პირებს გააქვთ ეს წამოკიდების ის გააქვთ რა რაც გააქვთ და მე სახში რომ მიდივარ მე შორსავ მეც გავიზარდა გიორგი ხო მაგრამ ხან მაგდებთ ხოლმე ხა პინგ-პონგის ბურთივით არა რაღაც არვეზი რო შევნიშნე მაგიტომ რომ მინდა ის ჯირკვალი განვაგდოთ და მაგიტომ ხო და სახში რომ მივდივარ ხოლმე მე რომ პასუხს გაძლევთ ხოლმე სულ დარდობ ხოლმე ხან დამირეკია შენ უყურე ხოლმე გადაცემას თავიდან მე არა აქ ხო მახსოვს რა იმას ვქენი რა გავაკეთე რა დავაშავე და მიდის ხოლმე მე გულში არ ჩაიდო არაფერი ხო არა კი მაგრამ მაინც ყოველთვის მიდის ხოლმე რა შემდეგში რომ მოვა რაღაცეეთ ხო ვაგზნობინებ ხოლმე იმას იმიტომ რომ ხანდახან არ დამთხევა ხოლმე აზრები ოღონდ თავარია რომ მამო საერთო იდეა არ დავაზიანოთ ჩვენ რა თორე შეიძლება ჩემი აზრი თქვენსაც არ დაემთხეს რაღაც ჭანჭიკში მაგრამ იმ თავარში როგორ უნდა დაერთხოს მართლმადიდებლურში მაგრამ აი რაღაცა შეიძლება ვიღაცა აქედან ხედავს ვიღაცა იქიდან ხო იმიტომ რომ ტელევიზიას მომავალ სხვა ფორმატი აქვს რა ის რაშიც თქვენ მართალი ხართ სიტყვაზე აი ზემოთ რო ვილაპარაკებ შეიძლება ტელევიზიით არ იყოთ მართალი იმიტომ რომ ეს ალბათ თანხმება ხო და ეხლა დიახ ატონა მოვახვიოს უკვე ეს არის ზეწოლა ასე თქვა ხო ზალადობაა რომ მე მოვახვიო თავზე ან მე არც ჩემრევლთან არ ვიტყვი ვის შემოვხაზავ ხო იმიტომ რომ ზოგ შეიძლება ის კანდიდატი არ მიმართულება არ უნდა მის რა თქმა უნდა ხო თუმცა რო აირჩევენ ხო მე ვიტყვი რომ მე ასე ვფიქრობდი რა ეს დემოკრატია ეკლესია დემოკრატიულია ეკლესია ერთმართველობა არა ეკლესია დიქტატურა არ არის ეკლესიაში მთავარი არის სინოდალური მმართველობა ერთობა ერთობით ხდება გადაწყვეტილების მიღება და ასე რომ მე მჯერა რომ ყველაფერი მშვიდობით იქნება და ჩვენი მტერი ვერ გაიხარებს და არ მიეცემათ საბაბი ჩვენი განკითხვის და განკიქების თუ აი დღეს უკვე ჰაერისკი გაჟღენთილია საპატრიარქო არჩევნების ესე თქვა საუბარით და მე ფიქრობ რომ მალე დასრულდება ეს ყველაფერი და ყველაფერი მშვიდობით გაგრძელდება ისე როგორც ჩვენ პატრიარქს გაუხარდებოდა ისე როგორც უფალს გაუხარდებოდა ერთი რამ მინდა გიორგი რა ვიცი ცოტა შეიძლება გადასვლა იყოს მაგრამ რადგანაც გიორგობა მინდა რომ აი ძალიან ბევრი ადამიანია გიორგი დღეს უმადური დამწუხრებული გაბრაზებული ხო და თანამედროვე იგავია რა ასეთი რომ ერთმა ადამიანმა თითქოს აი მოიწადინა რომ დაერეკა უფალთან ხო და უფალმა უთხრა გისმენო შვილო რა გინდაო და რა მინდაო და დავიღალეო რა დავიღალე აღარ შემილი ასეთი ცხოვრებაო თხოვნა მაქო კარგიო მოგისმენო მაგრამ მოდიო ჯერ გადაგამისამართებ ძველი თხოვნების აღსრულების ბიუროშიო გადახედეო რა ძველი თხოვნები ქონდაო რა 100 საუბრობდი ადრეო და ხო და ეხლა მოდი ვიმშილოთ ახალი თხოვნა რა გექნებაო და ამას გადაუშალეს დავთარი და წერია დავიღალე ამ ცხოვრებით და ღმერთმა უსმინა დაიღალა მართლა ამ ცხოვრებით ერთი და იგივე მომწყინდა ჩემი ცოლი ყოველდღე მეჩხუბება ყოველდღე ეჩხუბებოდა მისი ცოლი ოღონდ სადმე დამასვენა და მნიშვნელობა არ აქვს და სიდედრის დაჩაზე ამოყო თავი როგორც მუშა ხელფასი არასდროს არ მყოფნის ხელფასი არასდროს არ ყოფნიდა ესმის ყველა მიმატოვა მაინც ყველგან ყველა მიატოვა ესე იგი რასაც ის ამბობდა ფაქტიურად ხო შეუსრულდა ისიც რა არის გიორგი ჩვენ წინასწარ გეგმავთ ჩვენს მომავალ ცხოვრებას რასაც ისიც გვეშინია ყველაფერი ის წინ გვხვდება და ის გვისრულდება მე რა ჩემ ცოლს არ უყვარვარ აი იმდენჯერ შეიძლება უთხრა შენ ცოლს რომ არ გიყვარვა რომ მართლა აღარ უყვარდე რა ბოლო აი შეძახილმაო ხე გაახმო და ქრისტიანი როგორია გათენდა დილა ხო დიდება შენ და ღმერთო პური მაქვს შეიძლება ყველი არ მაქვს მაგრამ ვიღაცას პურიც არ აქვს ხო შეიძლება მანქანით ვერ დავდივარ მაგრამ საავადმყოფოში არ წევარ შეიძლება უცხოეთში ვერ მივდივარ მაგრამ აგერ საპრობილეში არა ვარ ხო შეიძლება ცოლი არ ამყავს მაგრამ მეძავებში არ დავდივარ აი ყოველთვის შეგვიძლია რამე სამადლობელი დავაფიქსიროთ უყურე და ახლა ისე მამა გაბრიელის დავესესხები თუ ვერ ვისწავლით მადლიერებას იმის გამო რაც გაგვაჩნია იმასაც დავკარგავთ რაც ღმერთმა მოგცა მცირედში ერთგული დიდშიც ერთგული იქნება ხო და ჩვენ როგორ ავართ აი სულ უკმაყოფილოები ვართ სულ რაღაც გვინდა როგორც მანქანა ოდნავ როგორც მოძველდება როგორ მე ახლა ახალი მინდა და ზოგს რო სულ არ ყავს კაცო
ზოგს რო სულ არ ყავს სოფლის სამღვდელოება შეხო კარგად იცი გიორგი რა მდგომარეობაში არიან ხო ამ მდგომარეობაში არიან რომ თბილისამდე რო ჩამოვიდნენ შეიძლება სამჯერ გაუფუჭდეთ მანქანა ხო მაგრამ საკმარისია ერთ მღვდელმა გაიაროს ცოტა კარგი მანქანით მთელი კამერები იმისკენ მიბრუნდება ხო მაგრამ არა უშავს უბრალოდ ჩვენ მადლიერება უნდა ვისწავლოთ აი მე რომ პირველად სოფელ კარდენახში გამამწესა მეუფე აბრაამა ულამაზესი სოფელი, ულამაზესი ტაძარი, ულამაზესი მდებარეობით, ხო? არც კარები აქვს ტაძარს, არც ფანჯარა, კელების ბუდეებით არის სავსე, ხო? ვის სახელობის იყო მამაო? საბა განწმენდილი. მართლა. ჩემი საბა, მაგიტომ მან მაჩუკა ფაქტიურად საბა და თევდორე მინდოდა და საბა დავარქვი, იმიტომ რომ საბა განწმენდილის ტაძარში. თევდორე ვის გამოგინდოდათ? როგორ? თევდორე ვისგამ თუ უბრალოდ თევდორაშვილი ჩემი წინაპარი ძელი თევდორედან მოდის შემიგვარე ხო და აი უყურე გიორგი რა და ამ დროს გამახსენდა სიონში მსახურობდი და სხვა სიონში რა მდგომარეობა და სოფელ კარდენახში ან გამახსენდა ჩემი 1-2 კურსელი რომელიც მარმარილოზე დგას და ასე ვთქვათ გაბწყინებულ თანამედროვე პრესტიჟულ უბანში მსახურობს მაგრამ არ დავბოღმილ ვარ გიორგი და არ მეთქვია მე აქ უნდა ვიყო და ისი უნდა იყოს ესმის მადლიერებით თავდაბლობით შეუდექი მსახურებას და დღეს ვარ ნარეყალას წმინდა ნიკოლოზის წინამძღვარი. მაშინაც იგივე მამა გიორგი ვიყავი, ეხლაც იგივე მამა გიორგი ვარ, ხო? მომავარში რა მელოდება მე არ ვიცი, მაგრამ მადლიერი უნდა ვიყო. დაიმახსოვრეთ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, რომ ბედნიერება გიორგი არის არჩევანი. შენ შეგიძლია აირჩიო იყო ბედნიერი და შეგიძლია აირჩიო იყო უბედური. ადამიანები რომლებიც გიორგი ყოველ დღე წუწუნებენ და ტირიან გაიქეცი იმ ადამიანებისგან რა აი ზურგი შეაქცი არ გინახავს ადამიანები ან გინდა პოსტები წაიკითხე სულ უარყოფითი სულ ოპოზიცია სულ ცუდად არის ყველაფერი კარგი არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე ხო სულ შეიძლება რომ ყველაფერი ცუდი დაინახოს და ესეც მიდის მათი ცხოვრება მე ფაქტიურად რა ამიტომ ქრისტიანობა რას გვავალებს რომ გაიღო გათენდა დილა მადლობა ღმერთო წახვედი სამსახურში და ბევრი საქმე დაგხვდა უფალო დამეხმარე ცუდი ამბები გაიგე უფალო შემიწყალე ან შეგვიწყალე სახში მოხვედი სანამ წამოგორდები დივანზე და პულს აიღებ მადლობა ღმერთო რომ შვიდობით მოვედი ჩემი მეუღლე სახშია ბავშვები სახში არიან და კარგად ვარ და ჭურვები რომ არ ცვივა ხო ახლა ძნელია ეს ყველაფერი შეიძლება დიდარი არა ვარ შეიძლება დიდ სახლში არა ვცხოვრობ მაგრამ მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის თქვა საპრობილეში ვარ ხო სასაფლაოზე ხო არა ვარ რა საპრობილესთან ხო გამოხვალ როცა იქნება რა და ისე მოიქეცი რომ მიხვდე რატომ მოხდი მან და რო გამოხვალ მე რო აღარ შებრუნდე მეორედ აი გარი მთავარია შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება გიორგი არა ჩვენ შემთხვევითობიდან უფალი გვესაუბრება როგორც კი აი მანქანით მიდიხარ და საბურავი დაგეშვა ხო თუ მორწმუნე ხარ ის უნდა თქვა ვახ რა ეს რა ბედისა ვარ რაღაცა საფრთხე მემუქრებოდა და საბურავი საბურავის დაშვება არ ჯობია ავარიაში მოყოლას მე მგონი საბურავი დაშვება ჯობია ხო და ეს ჩვენ გიორგი მარტო ტაძარში სიარული არ გვიშვილეს თუ ჩვენ ეკლესიური აზროვნება არ ვისწავლეთ და ჩვენ თუ არ ვიცით რამხელა ავტორიტეტი ხარ ქრისტიანი რო ხარ და რამდენი რამ გევალება ღმერთისგან ოჯახში საზოგადოებაში სამეზობლოში ახლა ერთ კორპუსში ერთი ქრისტიანი ხო უნდა ცხოვრობდეს არა ერთ კორპუსში ერთი კარგი ქრისტიანი რო ცხოვრობდეს გიორგი ნახევარი კორპუსი დაიწყებს სიარულს ეკლესიაში. იცი რატო არ დადიან? 1000 ცხონდები. იცი რატო არ დადიან? ვერ ხედავ, აი ერთმა კაცმა, ჩვენმა პატრიარქმა თითქმის მთელი საქართველო მოიყვანა ტაძარში, ხო ფაქტი. თითქოს იცოდა რომ ესე მოხდებოდა და დიდი ტაძარი ააშენა, რა გიო. აი ახლა ის ხალხი, ვინც იყო და დღეები იდგნენ, ხო, საათები იდგნენ 7, 8, 9 საათი. არ მიატოვონ ეკლესია, გიორგი, მათ უნდა თუ პატრიარქი მართლა უყვართ და უყვარდათ აუცილებლად უნდა იარონ ეკლესიაში და როგორც კი შევლენ ტაძარში მივიდნენ ჯვარცმასთან და ერთი სამთელი ამთო და თქვა ჩვენი პატრიარქი აქამდე ჩვენ რო გვეძინა ლოცულობდა და მოდი ჩვენ ვილოცებთ ხა ჩვენ პატრიარქზე ხო მომავალ პატრიარქზე ვილოცებთ წმინდა სინოდზე ვილოცებთ გიორგი დარასელიაზე ვილოცებთ და იმ ცოდვილ მამა გიორგიზეც
ვილოცევთ. სხვათაშორის ბევრი ლოცულობს ჩემზე მამაო სხვათაშორის და მინდა თქვენზე ძალიან ბევრი ლოცულობს. კარგად, იმიტომ გამოიყურები. ხო, ჯგუფი რო გაქვთ, ნუ გეშელები, აუცილებლად მოვიკითხო და ბევრი ადამიანი და კიდე გთხოვთ რომ გაძლიეროთ ლოცვები, იმიტომ რომ ვინც ლოცულობთ, ესე იგი გიყვარვართ და რომ ხშირად ვიყოთ რა ამ ქვეყნად და რაღაცეთ ვიყოთ თქვენთან, იმიტომ რომ ჩემი კითხვები მინდა რომ იყოს თქვენი სულის კვეთება. სულ ყოველთვის ამას ვევედრები ხოლმე უფას რომ ის მაკითხინე მამაოზე, იმიტომ რომ არ ვემზადებით ხოლმე რომ ის მაკითხინე მამაოზე, რაც იმ ადამიანებს უნდა, ვინც ახლა ეკრანს იქით არიან თქო და თქვენი ხმა ვარ ფაქტიურად, თქვენი წარმომადგენელი და გეხვეწები, ჩამწერეთ ხოლმე და ზოგი ერთმა კაცმა იმ დღეს შემხვდა მამაო გელაჩი, მამა იოსების ის იყო დაბადების დღე და რო გამოდიხარ, რო გლოცავ ხოლმე, წარმოიდგინე. აი, ამაზე დიდი შენ გაგვიკლება დალოცო რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, ხა ამაზე დიდი რა უნდა იყოს, რომ სრულიად შეიძლება უცხო ყოფილიყო ის ადამიანი ჩემთვის, რომ არა ის გადაცემა, ხო სიტყვაზე, რომ არა მამა გიორგი, რომ არა არის გიორგი ადამიანები, რომ ეკრანზე გამოჩნდებიან, ბავშვებს მალავენ, ხოშობლები. და ეგრევე გადართავენ, ან უნდა შეაგინონ, ან დაწყევლონ, ან ხო არის ასეთი ადამიანები, მაშინვე რას ლაპარაკობს უკვე აღარ აინტერესებს, მაშინვე გადართავენ, ხო? და ზუსტად ვიცი რომ საინტერესო ფილმს რო უყურებდნენ და ფეხბურთიც რო იყოს, ხო? და შენი გადაცემა იყოს, აუცილებლად გააჩერებენ ეკრანს და იყურებენ. აქავე არ დამავიწყდეს გიორგი, მინდა მადლობა მოგახსენო, თეკლა გოგავარო გამაცანი. ძალიან კარგი გოგონა არის, ძალიან მადლიერია შენი და ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანია და მე იმედი მაქვს რომ მომავალში უფრო კარგ გადაცემებს გააკეთებს. ძალიან კაი გოგო, მართლა აქ მოვიკითხავთ, მართლა დიდი მადლობა. საინტერესო ის მიყავს, რა ქვია, გვერდი აქვს თავისი და კაი მსმენელიც ყავს, კარგი და მადლობა, მართლა ცდილობს რომ ეკლესიას გვერდში დაუდგეს და ხოდაშორის ის TikTok-ზეც არის, Facebook-ზე რაღაცებზე და თეკლა გოგაო ის ქართულად, სხვა მამაოს გადაცემა მამაო ჩართო და ისეთი ბედნიერი იყო ის და მოკლედ ისეთი შუა მავნობის როლი ვითამაშე, რომ ეს ალკე მიხდის მადლობას ის გოგონა. მამაო ცალკე მიხდის მადლობას და ისე რა გეთქვა. მე ხლა ყოველას ვერ დავეთანხმები, ხო? ხო, მამაო, არა თეკლამ არ ვიცნობ და შე რომ მეუბნები რომ ჩვენია და კარგი ადამიანია, ჩემთვის მართლა დამთავრებულია. თქვენ თვითონაც ხო ნახეთ მამაო, რომ ის არის. ამიტომ გადაცემაშიც იმიტომ ვახსენებ, რომ შენ ცოტა გეწყინდა იმ გადაცემაში ვარ გახსენე, მაგრამ იმდენჯერ გახსენა თეკლამ, რომ მე აღარ ჩავთვალე საჭიროდ. რომ შენი თავი შენ რა ვიცი თემი საქართველოს გიცნობს და აი ეს ნუგეშელები რო ახსენე, ხო? აიგენი ყველას ძალიან უყვარხარ გიორგი და რა ადვილია რომ ყველას უყვარდე თუ მოდი შეკითხები, რა ძნელია ყველას რო უყვარდე? ძნელი არის რომ უყვარდე მამო. ძალიან რთულია რომ თუ შეიძლება. იმიტომ რომ ადამიანი არის მამო ეგოიზმით გაჟღენთილი რა და სულ მე პირადი რაღაცა და უყვარხარ ეს იმას ნიშნავს რომ გაყენებს მასზე წინ და შენზე წინ რო ვიღაცას დააყენებ. ანუ ძალიან უნდა შეგიყვარდეს და ძალიან უნდა მიენდო და თან კიდე გაგიჭირდეს ეს ყველაფერი როგორია შენზე წინ შეიძლება შვილი ვერ დააყენო. როგორია? ნუ ხა ისე არ უყარვარ მე ადამიანს როგორ თავიშვილი, მაგრამ ზოგი ხო არის რომ აი მართლა იმდენაზე აღგიქვავს რომ შენს გამო თავს დადებს, იმიტომ რომ სიყვარული მარტო ის ხო არ არის სიტყვიერი, რომ დამჭირდება, დამიცავს კიდევაც ის ადამიანი და აი ეს არის, აი მასზე წინ დაცვა რა არის კიდე შეიძლება სიცოცხლით ფასად დაუждდეს, ხო? ვიღაც ახლა ამდენჯერ ადრე იყო ხოლმე რაღაცა, ვიღაც დაწერდა, მე ეს ქვემოთ ვიღაც დაუწერდა და ადამიანები გიცავდნენ და ის კი მწყინდა რომ ვიღაცას სიტყვაზე წერდა რომ ანუ რაღაცა პატრიარქის წინააღმდეგ ის რო იყო ბრძოლა რაღაცემა ის მიხაროდა ის ქვემოთ რო ადამიანები იყვნენ ისეთები რომლებიც კბილებით გიცავდნენ და აი მართლა ჩემი იმედი ხართ და აი ხანახან ვამბობ ხოლმე რომ ტყილა რო არ ცხოვრობს ადამიანი ესეთი ადამიანები რომ ხვდებიან ხოლმე მან ხვდები რომ ტყილა არ მიცხოვრია თორე ადამიანი არის ზოგჯერ წავა იმაში რომ ნიჰილიზმში რომ აი ის სიკვდილისკენ მიდიხარ ესე ნეტა რა გააკეთე ალბათ ვერ გააკეთე ვერ იცხოვრე კარგად და ეს ადამიანი კიდე მაძლიერებია და მადლობა მართლა და ძნელია ძალიან მამა გეთანხმები რომ ძნელია საკმარისია რამე შეგეშალოს შეიძლება არ დაგინდობენ ჯვარცმა ბზობას არ დაგინდობენ მაგრამ მე აღდგა მამო თქვენ ჩემსავით კი გაქვთ ისე გავლილი კაი ჯვარცმები და ის კარგი ის ამიტომ პატარა გამოცდილება გამაჩნია ოღონდ აი ზღვარი უნდა დავიცვათ რომ მე კერპი არ გახდე და თაყვანისმლები არ გაგიჩნდეს თორე ძალიან ძიმე აღსასრული რა თაყვანისმელი საკმარისია გამიცნო და ხვდებია რომ საერთოდ არ ვარ კაი ადამიანი თუნდაც
მე არ მაქვს ისიც და ამბიციაც არ მაქვს. არ უნდა გქონდეს ეხლა თუ ამბიცია გექნება, არავის არ ეყარები, მაგრამ იმათ ის უყვარს, რომ ზუსტად ისე იქცევი, როგორც მათ უნდათ და მათნაირი რო ხარ და მათზე ქვემოთ რო ხარ კიდე და ესენი გძნობენ ის ადამიანები რომ რაღაც აქ ის არის. მე დარწმუნებული ვარ გიორგი, რომ ჩვენმა ძვირფასმა მაყურებელმა იცის, რომ ჩვენ აქ იმიტომ არ მოვდივართ, რომ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ, ხო? ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელი და TikTok-ი და იქაც შეგიძლია დადო შენი გამოსახულება და იქ ისაუბრო სულ არ მოხვალ, ხო? მაგრამ ყველა ხვდება, რომ ჩვენ მე და შენ საერთო ენა გამოვნახეთ უფალთან, რა თქმა უნდა და გვინდა რომ თუ ოდნავ რამე მეტი ვიცით, სიყვარულით გაუზიაროთ ჩვენს პატივცემულ და ერთგულ მაყურებელს, ხო? სულ ვცდილობ გიორგი, რომ რამე არ წამომცეს, რამე არ შემეშალოს, რამე ისეთი არ თქვა, რომ ვინმე გული ეთკინოს და ან სხვა რომელიმე მოძღვარი დაბკოლდეს და თქვას, რომ აი მე შენ პატივს გცემდი და შენ რატო ლაპარაკობ ასე და ძალიან რთულია, რომ ისე ისაუბრო, რომ ყველას არა, მაგრამ ბევრს მაინც რომ მოეწონოს. ესეთი როგორ გამოდის გიორგი, თუ გულიდან ისაუბრებ, ანუ კოკასაშიგან რაც არის, ამას თუ გამოუშვებ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ მარტო გონებით ისაუბრებ, ეშმაკთან გონება ახლოა. გული უფალთან არის ახლო და გონება ეშმაკთან არის ახლო და თუ გული გონიერი არა გაქვს, ხო, თუ გონება გულში არ ჩავიდა, უკვე ძალიან ახლოა რომ მოწყუდეს და შეიძლება ზარი შემოვიდეს და ვერ მიხვდე რომ ტერია თუ მოყარე, ხო? აი მობილური წარმოვიდგენ ჩვენი გონება, შემოვიდა აზრი, რომ ეხლა გიორგის რაღაც ესეთი უთხარი რომ გააბრაზე, ხო? ეხლა დაუჯერო თუ არ დაუჯერო, ხო? არ უნდა დაუჯერო, არა, უკვე ვიცი რომ ბოროტისგან არის ეს, ხო? ნახე რა თქვა, შეურაცხყოფა მოგაყენა. აბა ეხლა მე ამდენი ხალხი ისმეს, რა შეურაცხყოფა მოგაყენა და უკვე თუ შენი გონება გულში არ არის, უკვე იწყება ქონია ეს მომენტი, მამაო, რომ აი ჩემგან ისე მიგიღია, რომ გვიან მივხვდარ ვარ გიორგი, გვიან მივხვდარ. რომ არ ყოფილა ბოროტული, ხო? შეიძლება ბოროტმა დაიწყო და მე შენ აგრძელებ. შენ აგრძელე. ოღონდ არის რომ ის ბოროტისგან არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ყოფილა ისეთი რომ აი გამიგძელებია? ალბათ იქნებოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, მაგრამ იქნებოდა. ახლა როგორ ფიქრობთ ჩვენ ითი ვართ დაცულები რომ ბოროტი დაგვინდობს? წმინდა მამებს არ ინდობდა და შენ დაგინდობს და მე დამინდობს. არა, თქვენ თუ გიგზნიათ თორე მე ვიცი რა. შენგან არა. უყურე, აი გული გონიერი რა არის გიორგი, ცდილობა შემოვა აზრი, მაშინვე გაფილტრო. აი სოკრატეს რო ევნება, შენზე ცუდი რაღაცა გავიგეო და მოიცა რაღაცა გავიგეო და ცუდია თუ კარგიო და ცუდია არ მაინტერესებსო მაშინო. ნამდვილია თუ ტყუილა, ზუსტად არ ვიციო. თუ არიცი ცუდია თუ კარგიაო, თუ არიციო ნამდვილია თუ ტყუილია, არ მითხრაო რა, დავზიანდებიო რა. რა საინტერესოა რა. ჩვენ მაშინვე გვჯერა, მაშინვე ამას აი სერგო ორჯონიკიძე ხო რაც იყო ყველა, ვიცით, იმას ყავდა მასზე უარესი ძმა, რომელიც იტყოდა სუფრაზე ვიღაცაზე ცულს. და ეტყოდნენ რომ არ არისო მასეო და მე ვთქვიო და ეხლა იმარდლოსო და ეს მაშინ სუფრაზე გიორგი და დღეს წარმოგიდგენია სოციალურ ქსელში რამხელა ბოროტების გავრცელება შეგვიძლია? არ ჯობია შედალოცვილო რომ სიკეთე იქადაგო, სიყვარული იქადაგო, თავდაბლობა იქადაგო, არ ჯობია? თუ ეხლა მე და შენ დავჯდეთ და განვიკითხოთ მღვდელმთავრები, განვიკითხოთ მღვდლები და რაღაცა სეკრეტები რა სისულელია ხალხო. მეთქვა დაგვიბრალეს. ხალხი აღარ მოგვისმენს მე, ან სხვა აუდიტორია გავხდებით, ხო? შეიძლება უფრო პოპულარულები, მაგრამ ეშმაკისგან პოპულარულები. ამიტომ ვიყოთ რა თავდაბლები. მე ყოველთვის სიხარულით მოვდივარ გიორგი, ვიცი რომ ძალიან ბევრი პატიოსანი და კარგი ადამიანი გვისმენს, ხო? ზოგი შეიძლება დაგვცინის, ზოგი შეიძლება ამბიკითხავს ხოლმე ის. მე ვიცი რომ უმრავლესობას საღი აზრი გააჩნია და როგორც წეგან თქვი, კულტურა კიდევ არის ჩვენში გიორგი და მე ვფიქრობ რომ შენმა გადაცემამ უნდა კულტურა აწიოს თანამედროვე ახალგაზრდებში განსაკუთრებით რა, თორე კულტურა დაბლა მიდის და ცივილიზაცია ძალიან სწრაფად მიდის წინ. თუ არ დავეციეთ, ხო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები. და ტელევიზიის ნომერ პირველი როლი მე მგონი ეგ არის, რომ ეროვნული მართლმადიდებლური კულტურა აწიოს ისე როგორც იყო ადრე. ძალიან დიდი. შენ აი წამყვანებს მაგისი უნარი გაქვთ. მადლობა, ძალიან დიდი მამაო, თქვენ სხვათა შორის თქვენაირმა რესპონდენტსაც ვერ დაკარგეთ. თქვენაირმა აი რომ
რჩეველმა დაგვეცა ჩვენ. ისე რატო აღარ ჩხუბობთ გიორგი ძალიან მეგრისა. ავი რაღაც სიყვარულმა გაიმარჯვა ეთყობა და მაგიტომ. ანუ სიყვარული არსებობს. ხო, რა, მერცი არა მართლა იმიტომ რომ აი პატრიარქის მერე საერთოდ ისე გაუფასურდა ჩემთვის ყველა ჩემი პირადი ეგოიზმი რაღაცის მტკიცება რაღაცა რომ რაღაცნაირად ყველაფერს შევეშვი არ ვიცი და აუცილებლად არ გადართო შემდეგში ზარებს შემოუშვებ და ძალიან საინტერესო ეთერი გვექნება კიდე ნუ ისეთი ვერ გვექნება როგორც მამა გიორგის და მქონდა მაგრამ შევეცდები თუ ძალიან მემჯერა რომ უკეთესი იქნება. აი ნახეთ აი მაგიტომ აღარ ვჩხუბობთ ერთერობა ვისწავლეთ არა გიორგი. აუცილებლად მამა მინდა რომ მოვიკითხო თქვენი არაჩვეულებრივი მეუღლე და თქვენი ოჯახი აი დიდი ემიგრანტები სნეულებასთან შინაყოფი სარეცელზე მიჯაჭულები და რა ვიცი პატიმრები განსასწრებში მყოფი როგორც შენ გიყვარს ხოლმე გიორგი ყველა ღმერთმა დაგლოცოთ დიდ მოწამე გიორგის მეოხებით უღრმესი მადლობა და არ გადართოთ აუცილებლად აი ყველას დაგითმობთ დროს პატიმრებს განსაკუთრებით და ამ ადამიანებს ვინც საერთოდ შემოხვალ ზარებს და არ გადართოთ იცოდეთ დაგველოდეთ კიდე ერთი საათი გვექნება დროებით